თბილისში კამერული დასი თბილისის თანამედროვე ბალეტი დაფუძნდა. გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიული განვითარების გზა ახლა უკვე მისი სახელობის დასში გაგრძელდება. თანამედროვე ბალეტის დასი მაყურებელს რამდენიმე პრემიერა შესთავაზებს. დაგეგმილია თანამედროვე ბალეტის სტუდიის შექმნას. დღეს ჩვენი სტუმრები არიან მარიამ ალექსიძე, დასის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი და ასევე ია მაკაცარია, თბილისის მერის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ზოგადად დავიწყეთ იმით, რომ რა ფაქტორებმა გამოიწვია ამ დასის შექმნის აუცილებლობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. თანამედროვე ცეკვა ზოგადად აუცილებელია ჩვენი სივრცისთვის. თანამედროვე ხელოვნებას ხელშეწყობა ჭირდება და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თბილისის მერიას, საკრებულოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დროული გადაწყვეტილებისთვის. ეს ალბათ ყველა ქორეოგრაფის ოცნებაა, ასეთი კამერული დასი და მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ალექსიძე სხვადასხვა წლებში 30 წლის მანძილზე იყო ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი, მისი ოცნებაც ყოველთვის იყო ქონოდა კამერული დასი და როგორც თქვენ ახსენეთ, მე ვაგრძელებ მის გზას, თავდაპირველად როგორც მოცეკვავე მასთან მუშაობდი და დამოუკიდებლად და ახლა უკვე როგორც ქორეოგრაფი პირდაპირ მნიშვნელობით ვაგრძელებ მის დანატოვარს, იმ ფილოსოფიას, იმ ხედვას ქართული ქორეოგრაფიის და დღევანდელ დღეს ასეთი დასის დაარსება, ეს არის ძალიან დიდი ხელშეწყობა თანამედროვე ქართული ქორეოგრაფიის განვითარებას. ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს იმაზე, თუ როგორ განვითარდება ეს გზა უკვე სცენაზე, მაგრამ ამ ეტაპზე ზოგადად რას თავაზობთ ამ დასს? აქ თუ არა უკვე კონკრეტულად სარეპეტიციო, სადაც მოახდენენ ამ საკუთარი შესაძლებლობის კიდევ უფრო დახვეწას და წარმოჩენას. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო დასის შესახებ და დაფუძნების შესახებ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. თბილისს უნდა ჰქონოდა თანამედროვე ბალეტის დასი, ამისი პოტენციალიც გააჩნდა და ჩვენ როცა გვაქვს ამბიცია, რომ თბილისი იყოს რეგიონის კულტურის ცენტრი, ამ მიმართულებით ამ დასის არსებობა არის ალბათ ერთ-ერთი ნაბიჯიც. გარდა ამისა არის პრიორიტეტები და სწორედ თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა არის მერის კულტურის სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებას შევუწყეთ ხელი, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შესაძლებელია რაღაც გარკვეული ხელშეწყობა განხორციელდეს ერთჯერადად ან რაღაც აქციის სახით, რომელიც ხშირად ხორციელდება ხოლმე, მაგრამ როდესაც პრიორიტეტებზეა საუბარი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველაფერ ამის სისტემურობას. სწორედ სისტემაში მოქცევა მოგვიტანდა რაღაც შედეგს, რაღაც კი არა, გარკვეულ შედეგს, გარკვეული პერიოდის შემდგომ და სწორედ აი ამან განაპირობა ის, რომ იქნება უკვე მუდმივ მოქმედი დასი და სწორედ ის გეგმები, რომელიც ახლა გაჟღერდა, მუდმივ მოქმედი დასის პირობებში იყო მხოლოდ შესაძლებელი. რაც შეეხება სარეპეტიციო სივრცეს, ჩვენ ვართ მუნიციპალიტეტი, გვაქვს ძალიან ბევრი მუნიციპალური ობიექტი, ეს არის ხელოვნების სკოლები და აღარ ჩამოვთვლი, რომელიც ჩვენი ასე ვთქვათ, ფრთისქვეშ არიან და ერთად მუშაობთ. ამდენად ერთ-ერთ მუნიციპალურ ობიექტში, ხელოვნების სკოლაში, მარიამთან ერთად ვარჩევთ სივრცეს, რომ იყოს მათთვის მოსაგრგები, ხელსაყრელი და განთავსდნენ და შეძლონ აქ რეპეტიციების ჩატარება. რაც შეეხება უკვე სამომავლოდ, როდესაც მათ ექნებათ სპექტაკლი გამოსაშვები, ეს გამომდინარე იქიდან თუ რა პროექტი ხორციელდება, არის სპექტაკლი, პერფორმანსი, ეს გამომდინარე აქედან განთავსდება ან რომელიმე დიდ თეატრში ან ასევე იგეგმება თანამედროვე სტუდიის შექმნაც, რას მოემსახურება ის და როგორც გავიგეთ, არ იქნება აუცილებელი, რომ ადამიანი ფლობდეს კონკრეტულად კლასიკური ბალეტის რაღაცა ილეთებს. ნებისმიერ შეიძლება, რომ მერე სრულყოს და სცენაზე საკუთარ შესაძლებლობების წარმოაჩინოს. ეს აუცილებელი კომპონენტია ამ დასის ფარგლებში, რომ სამომავლოდ დაარსდეს ცეკვის სასწავლებელი, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ განვითარდება ეს დარგი, რადგან თანამედროვე ცეკვა რამდენიმე სტილს მოიცავს, ეს არის ისეთივე სისტემური სწავლება, როგორც კლასიკურ ცეკვაშია, ამას აუცილებლად სჭირდება სწავლა და დახვეწა. და ამ სკოლაში იქნება, რა თქმა უნდა, რამდენიმე მიმართულება, ეს იქნება სამოყვარულოც, ეს იქნება მომავალი თაობის პროფესიული მომზადებაც, კონკრეტულად ამ დასისთვის თუ მსოფლიოს სხვა დასებისთვის
შევეცდებით რომ ვიყოთ ისეთი დონის რომ შესაძლებელი იყოს რომ ამ სკოლის გამოშვებული წავიდეს ნებისმიერ სხვა დასში და ეს არის აუცილებელი მიზანი ამ დარგის განვითარებისთვის. და როდის ველოდოთ პირველ შედეგს, პირველ სპექტაკლს პრემიერას? მას შემდეგ რაც დასი შეიკრიბება და კომპლექტდება, ეხლა მიმდინარეობს ეს პროცესი, რამდენიმე თვე დაგჭირდება მოსამზადებლად და ალბათ სექტემბრის ბოლოს გამოვშვებთ პირველ პრემიერას, რომელიც იქნება დასის პირველი საავტორო სპექტაკლი. თქვენ ერთ-ერთი საინტერესო ნოვატორული დადგმის ავტორი ხართ, მაგრამ მინდა გითხოთ, რამდენ იღებს ამას მაყურებელი დღეს, რა შეგვიძლია თქვა, მიყვება თუ არა ამ თანამედროვეობის გულისცემას, რომელიც პრინციპში უკვე დღეს იპყრობს სოფლიო საუკეთესო სცენებსაც. იცით რომ მე ვფიქრობ რომ ქვეყანაში ცეკვა ვერ განვითარდება ქვეყნის ქორეოგრაფის იმ დროის ხელოვანის გარეშე და ამ პროცესში აუცილებლად უნდა სხვა დარგის ხელოვანები ჩაერთონ. ეს არის სინთეზური ხელოვნება, თანამედროვე ცეკვა და მე ვფიქრობ ეს ერთდროულად უნდა განვითარდეს მუსიკაც, ცეკვაც, მხატვრობაც. ამაში უნდა ჩაერთოს ყველა დღევანდელი ხელოვანი და სწორედ ეს არის დღევანდელი გულისცემა და ეს მოიცავს აქტუალურ თუ გლობალურ პრობლემებს, რასაც დღევანდელი ხელოვანი წარმოაჩენს. ამიტომ ის აუცილებლად თანადროულია იმ გულისცემასთან, რაც აქვს დღევანდელ ადამიანს. პრობლემები ახსენეთ. თუ ხედავთ დღეს თანამედროვე თუნდაც ქორეოგრაფიაში, ანიმეში, პრობლემებს, რომლის გადაწყვეტაში და გადაჭრაში დაგეხმარება თუნდაც ეს ინიციატივა და ეს შექმნეს. პრობლემა რაც აქამდე არსებობდა, იქ ალბათონმა ახსენა, სწორედ ის რომ ეს არ იყო სისტემური. მე ყოველ წელს ვცდილობდი რომ ახალი პროექტი განიხორციელებინა და ასევე ვარ თანამედროვე ცეკვის ფესტივალის, სამხრეთ კავკასიური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი და ჩვენ გვაქვს მუდმივად საგანმანათლებლო პროექტები, ეს მასტერ-კლასები თუ სამუშაო შეხვედრები ამ მიმართულებით, მაგრამ ეს ყველაფერი არის ერთჯერადი და როდესაც ეს იქნება სისტემური, იქნება მუდმივი მხარდაჭერა, დასი იმუშავებს ყოველდღიურად, ეს შედეგზე, რა თქმა უნდა, ძალიან მოქმედებს. დიდი მადლობა და დარწმუნებული ვარ, სწორედ ამიტომ მაყურებელი თქვენგან მუდმივად მიიღებს იმ სიახლეებს, რომელსაც შემიძლია სცენაზე შეაფასოს. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმრები, ისევ წარმატებებს. ჩვენ გიალდებთ.